მოგესალმები. ჩვენ კვლავ შევხვდით ერთმანეთს. უნდა ჩავატაროთ ჭადრაკის გაკვეთილი. ძალიან საინტერესო გაკვეთილია. გავაცნობით ფიგურებს. მათ შესაძლებლობებზე გავიგებთ. აბა, მოემზადეთ და დავიწყოთ. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჭადრაკში ერთმანეთს ებაექრება ორი მოთამაშე. ისინი თამაშის შედეგის მიუხედავად მეგობრებად რჩებიან. ჭადრაკის სათამაშო ადგილს საჭადრაკო დაფა, ანუ მოკლედ დაფა ეწოდება. ჭადრაკის დაფა კვადრატული ფორმისაა. იგი 64 ღია და მუქი ფერის უჯრისაგან შედგება. ღია ფერის უჯრებს თეთრი უჯრები ეწოდება, მუქი ფერის უჯრებს შავი უჯრები. დაფას 4 კუთხის უჯრა აქვს, 2 თეთრი და 2 შავი. თქვენ წინაშეა ჭადრაკის დაფა და მასზე განლაგებულია ფიგურები, შავები და თეთრები. მუქი ფერის ფიგურებს, როგორც წეღან ვთქვით, შავი ფიგურები ეწოდება, ღია ფერის ფიგურებს თეთრი ფიგურები ეწოდება. ასევე უჯრებს, ღია ფერის ფიგურებს დააკვირდით ბავშვებო, ღია ფერის ფიგურებს თეთრი ფიგურები, მუქი ფერის ფიგურებს შავი ფიგურები. ახლა დავაკვირდეთ უჯრებს. შავი უჯრები ქვია მუქი ფერის უჯრებს, ხოლო თეთრი ფერის უჯრები არის ღია ფერის უჯრები არის თეთრი უჯრები. აი აქაც ჩანს მუქი ფერის უჯრები, ასე ვთქვათ, შავი და თეთრი. ფიგურები შავი ფიგურები და თეთრი ფიგურები. ყველა ფიგურას, როგორც ვიცით, თავის სახელი გააჩნია. მეფე, ლაზიერი, ეტლი, კუ, ხედარი და პაიკი. მეფე ეს არის მეფე. აი მეფე. ეს ლაზიერი. კუ, თეთრების კუ. მხედარი. თეთრების მხედარი, შავების მხედარი. ეტლი და პაიკები. დავაკვირდეთ კარგად ახლა და ნახოთ რამდენი პაიკია. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8. ასევე თეთრებიც 8 პაიკია. დავაკვირდეთ ახლა უკან მდგომ ფიგურებს. ეტლი 2, 1, 2. ხედარი 2, 1, 2. კუ 2, 1, 2. როგორც თეთრები, ასევე შავებშიც. ლაზიერი 1-ია, მეფე 1-ია. ერთადერთი კიდევ ერთხელ აქვე გეტყვით, რომ დავიმახსოვროთ, რომ შავი ლაზიერი შავ უჯრაზეა, თეთრი ლაზიერი თეთრ უჯრაზეა. დანარჩენი უკვე განლაგდება თანმიმდევრობის მიხედვით, ხო? თანმიმდევრობის მიხედვით. ჭადრაკის დაფა სწორად დევს მაშინ, როცა მისი მარცხენა ქვედა კუთხის უჯრა შავი ფერის არის. აი შავი ფერის არის. შესაბამისად,
მარჯვენა კუთხე თეთრი ფერის იქნება. აი ეს უჯრა, აი მონიშნული არის კიდეც აქ, რომ როდესაც დაფას სათამაშოთ და ხდებით მიუჯდებით მაგიდას, დაფას მიუჯდებით, შავი უჯრა უნდა იყოს პირველი, მარცხნიდან პირველი. როგორც ხედავთ, არის მონიშნული წითელი ხაზით. აი, ეს უჯრა უნდა იყოს პირველი. შავი უჯრა უნდა იყოს პირველი. ამ პოზიციაში დაფა დევს სწორად და ამას დიდი ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ. მეფე მთავარი საჭადრაკო ფიგურაა. იგი ყველაზე მაღალი და სამეფო გვირგვინი ადგას. როგორც თეთრ, ისე შავ მხარეებს თითო მეფე ყავთ. შავების მეფე და ასევე თეთრების მეფე. ლაზიერი ყველაზე ძლიერი ფიგურაა. იგი მეფის შემდეგ ყველაზე მაღალია და დედოფლის გვირგვინი ადგას. თეთრებს და შავებს თითო ლაზიერი ყავთ. შავების ლაზიერი, თეთრების ლაზიერი. ეტლი, აი ეს არის ეტლი. ნახეთ, კუთხეებში საწყის პოზიციაზე ყველა კუთხე დაკავებული აქვს ეტლებს. შავების ეტლები აი ამ უჯრებზეა, თეთრების ეტლები აი აქ კუთხეებში. ეტლი ყველაზე ძლიერია ლაზიერის შემდეგ და მასთან შედარებით ოდნავ დაბალი ფიგურაა. ეტლი ორივე ბანაკში ორ-ორია. მეფე ორივე ბანაკში თითო ერთია, ლაზიერი ერთია, ეტლი კი ორივე ბანაკში არის ორი. ორივე ბანაკში იგულისხმება შავები და თეთრები. შავების ბანაკი, თეთრების ბანაკი. ორი ეტლი შავებში, თეთრების ბანაკში ორი ეტლი. მეფე ერთი, ლაზიერი ერთი, ლაზიერი ერთი. გადავიდეთ შემდეგზე. მხედარი სიძლიერით კუს უტოლდება. იგი იოლად საცნობი ფიგურაა, რადგან ცხენის თავის ფორმა აქვს. თეთრებს და შავებს ორ-ორი მხედარი ჰყავთ. ახლა ამათაც დავაკვირდეთ, ხო? შავების მხედრები ერთი, მეორე, თეთრების მხედრები ერთი და მეორე. ნახეთ, დააკვირდით თან სად უნდა იდგეს მხედარი ეტლის გვერდით. ეტლების გვერდით დგას მხედრები. შემდეგი ფიგურა კი არის პაიკები. აი ეს 8 ერთნაირი ფიგურა. პაიკი ყველაზე სუსტი მეომარია. იგი სხვა ფიგურებზე დაბალია და მეფის ერთგული დამცველია. პაიკი ორივე ბანაკში 8. პაიკი ორივე ბანაკში 8. ჭადრაკის დაფა და ფიგურები რამდენიმე სახისაა. ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ფერით, ფორმით, ზომით ან მასალით. შეიძლება ნახოთ ხის დაფა, შეიძლება იხილოთ პლასტმასის დაფა და ფიგურები. აი ამაზეა საუბარი.
თქვენ წინაშე რაც არის შავები და თეთრები, შავი უჯრები და თეთრი უჯრები, ნახეთ როგორი ფერით არის გამოსახული. შეიძლება ისეთი დაბა იყოს, რომ ზუსტად შავი და თეთრი ფერის უჯრები იყოს. აი ამაზეა საუბარი. მუქი ფერისას უბრალოდ შავებს ეძახიან, ღია ფერისას თეთრებს. ჭადრაკს, რომლითაც მაგიდაზე ვთამაშობთ, ჩვეულებრივ მაგიდის ჭადრაკს ვეძახით. კედელზე დასაკით დაფას და ფიგურებს, აი ჩვენ საკლასო ოთახშიც ხშირად გვინახავს, ხო? მაგნიტური დაფა კედელზე ჩამოსაკიდი. საჩვენებელი ჭადრაკი დაფა ქვია ასეთ დაფას, რომელიც კედელზე იყიდება, საჩვენებელი ჭადრაკი ქვია. ასევე არის სამგზავრო ჭადრაკი, რომელიც პატარა კუჭია მოთავსებული და ხელსაყრელია მგზავრობის დროს. ჭადრაკის დაფისა და ფიგურების გამოსახულებას, რომლებსაც წიგნში ხვდებით, ეწოდება დიაგრამა. ვიმეორებ, ჭადრაკის დაფის და ფიგურების გამოსახულებას, რომლებსაც წიგნებში ხვდებით. თუნდაც ახლა ეკრანზე რომ ვუყურებთ, ეწოდება დიაგრამა. მოდით ახლა კიდევ ერთხელ გადავხედოთ და გავიხსენოთ, რაზე ვისაუბრეთ ზოგადად. ჩვენ ვისაუბრეთ ჭადრაკის დაფაზე და ფიგურებზე. ვისაუბრეთ იმაზე და გავიხსენეთ, რომ ჭადრაკის დაფაზე არის 64 უჯრა. აქედან ნახევარი 32 შავია, 32 თეთრია. 64-დან ნახევარი შავია, ნახევარი თეთრი უჯრა. ასევე ვისაუბრეთ ფიგურებზე. შავი ფიგურები, თეთრი ფიგურები. ასევე ვისაუბრეთ იმაზე თუ როგორ უნდა იდოს დაფა სწორად, რომ პირველი უჯრა მარცხნიდან პირველი უნდა იყოს შავი. ან თუნდაც მარჯვნიდან პირველი თეთრი. ნახეთ, აქაც მონიშნულია ესეც გავიხსენეთ. ანუ ჩვენ ვისაუბრეთ, რომ არის თეთრი უჯრები და არის შავი უჯრები. ასევე ვისაუბრეთ, რომ არის შავი ფიგურები და არის თეთრი ფიგურები. ვისაუბრეთ კონკრეტულად ფიგურებზე, ხო? კონკრეტულად ფიგურებზე ვისაუბრეთ. თეთრები და შავები. შემდეგ სათითაოდ ვისაუბრეთ ფიგურის სახელწოდებებზე. თითოეულ ფიგურას თავისი სახელი აქვს. ესენია მეფე, ლაზიერი, ეტლი, კუ, მხედარი და პაიკი. გაკვეთილი დავამთავროთ იმით, რომ ჩვენ უნდა შევამოწმოთ ჩვენი ცოდნა და რამდენიმე შეკითხვას უნდა გავცეთ პასუხი. და მოდი აბა წაგიკითხავთ ახლა აი ამ შეკითხვებს. და თქვენ იმედია პასუხს გამცემთ. შეკითხვა პირველი. მაშასე ვამოწმებთ ჩვენ თავს. როგორი ფორმისაა ჭადრაკის დაფა? რა ფერის უჯრებისაგან შედგება დაფა? რა ფერისაა ჭადრაკის ფიგურები? რომელი საჭადრაკო ფიგურები ვიცით? მოდით ახლა მე ის არც მივადებ და თქვენ მიპასუხეთ, რა ქვია ამ ფიგურას? დიახ, ეს მეფეა. რა თქმა უნდა, ლაზიერია. ეს კი არის კუ. თითქოს ახლა რო შეხედავთ ნახაც. კუს მოგვაგონებს, ხო? თავი და ეს ჯავშანი მისი. კარგით. ამ ფიგურას რა ქვია? რა თქმა უნდა, მართალია, მხედარი. ეს კი ეტლია. ხოლო ეს ფიგურები არიან, რა თქმა უნდა, მართალი ხარ. შენ თუ თქვი, რომ ესენი პაიკები არიან,
შენ მართალი ხარ და სწორად გაეცი კითხვებს, ყველა კითხვას პასუხი. რამდენი სახის ჭადრაკის დაფა და ფიგურები ვიცით? გაიხსენეთ? მასალა რისგან არის დამზადებული, ფერი და ასე ამის მიხედვით. როდის დევს ჭადრაკის დაფა სწორად? როდის დევს ჭადრაკის დაფა სწორად? რომელი ფიგურაა ჭადრაკში მთავარი? რომელი ფიგურაა ჭადრაკში მთავარი? რას ეწოდება დიაგრამა? მოდი ბოლო კითხვას რატომღაც გონია რომ უნდა მაინც შეგახსენოთ. ჭადრაკის დაფისა და ფიგურების გამოსახულებას, რომლებსაც წიგნში ვხვდებით, დიაგრამა ეწოდება. წიგნში როცა ვხვდებით აი ამ ჭადრაკის დაფას და ფიგურებს, ამას უწოდებენ დიაგრამას. მაია ჩიბურდანიძე, სახელოვანი ჩვენი ქალი მოჭადრაკე, მსოფლიო ჩემპიონი მრავალგზის. ნახეთ რას ამბობს. როცა ჭადრაკს პირველად გავეცანი, ზღაპრულ სამყაროდ მეჩვენა. საოცარია, სერიოზულად შესწავლის შემდეგაც იგი ჩემთვის კვლავ ზღაპრული დარჩა. აი ეს იყო ჩვენი გაკვეთილი. ვიდეოს უყურე რამდენჯერმე, დაიმახსოვრე და ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერს კარგად ვისწავლით. მომავალ შეხვედრამდე.